ჩვენ საუბრობდით იმ ძალიან გრანდიოზულ საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც უნდა გაიმართოს ქალაქ რუსთავში 15 მარტს, მაგრამ მანამდე მინდა რომ წარმოგიდგინოთ სიუჟეტი, რომელიც ასახავს საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის რიგარეშე ყრილობას, რომელიც აი ამ დღეებში გაიმართა, ძალიან საინტერესო ყრილობა იყო და მინდა რომ აი ამის შესახებაც მოვისმინოთ. თებერვალს თბილისში სასტუმრო იოტაში საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის საანგარიშო ყრილობა გაიმართა. ღონისძიებაზე განიხილეს 2025 წელს დაგეგმილი საკრივო აქტივობებისა და ტურნირების კალენდარი, ასევე პროფესიონალური კრივის კავშირის განვითარების გეგმები. ღონისძიებას საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ხელმძღვანელები, სხვადასხვა რეგიონის კრივის კლუბების წარმომადგენლები, მწვრთნელები, ვეტერანი მოკრივეები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა მომზადებისთვის, რომ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირმა განვიდოთ 2025 წლის გეგმა. გეგმის გახილას დავიწერთ, ყველა გარეგაცნობით გიორგი კობახიძეს, სოციალური დუმერის ხელმძღვანელი. საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტის გიორგი კანდელაკის თქმით 2025 წელს დაგეგმილია მინიმუმ 10 დიდი საკრივო შოუ, სადაც საუკეთესო ქართველი მოკრივეები იბრძოლებენ. იგეგმება უცხოელ მებრძოლთა მოწვევაც და ბრძოლები მსოფლიოს საჩემპიონო ქამრისთვის. გეგმა ასეთია, იუნის იგივე თბილისში, 19 ივლისი იგივე თბილისში, 23 აგვისტოს გვაქვს ძალიან დიდი შოუ ბათუმში დაგეგმილი და შოუზე რამდენი ადამიანი ჩამოყვანილი უცხოეთიდან, ასე 27 სექტემბერს გურში იქნება, 25 ოქტომბერს კახეთში გერმავთ, 28 ნოემბერს კიდევ ერთი კამარს გავათამაშებთ, მეათე შეჯიბრებულს უკვე 20 დეკემბერს იგივე თბილისში იქნება. აი ესეთი ამბიციური ასე თქვა გეგმა გვაქვს, შეჯიბრი წელი გავაკეთოთ, დიდი შეჯიბრი და ვფიქრობ რომ მომავალშიც უკვე ოც შეჯიბრი გადავიდეთ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს საჩემპიონო ქამრების გათამაშებაზე, რომელიც 12 ზონით კატეგორიაში გათამაშდება. მინდა რომ 12 ზონაში გქონდეს საქართველოს ქამარი. აუცილებლად წელს ორი სოფლის ქამარს საქართველოში გავათამაშებ. მოგაში ჩატარდა კონგრესი, ეს იყო საიუბილეო კონგრესი 75-მე, მაშინ გადასცა საქართველოს 2024 წელს იქნებოდა მასპინძელი ქვეყანა იბიუს ევროპის კრივის კავშირის ყოველდღიური ასამბლეის. ჩამოვიდა 40-მდე ევროპის ქვეყნის პროფესიონალური კრივის ფედერაციების ხელმძღვანელები, პიტერ სტუკი, ევროპის კრივის კავშირის პრეზიდენტი, მოგესალმება დღეს. Dear friends in Georgia. ძვირფასო ქართველო მეგობრებო, ძვირფასო გიორგი, უღრმესი მადლობა იბიუს გენერალური ასამბლეის განსაკუთრებული დახვედრისთვის. გასულ წელს საქართველოს დედაქალაქში, თბილისში. ეს იყო იბიუს საუკეთესო ღონისძიება, რაც კი ოდესმე შემდგარა. ჩვენ დავთქვით თქვენი ექსტრაორდინალური მასპინძლობით თქვენს ულამაზეს ქვეყანაში, თქვენი კერძებით, თქვენი ღვინით, თქვენი თამადით და თქვენი გუნდის ასეთი მეგობრული განწყობით. ისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ნახვამდის. The Tamada and all your friendship. Thank you very much. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროფესიონალური კრივის კავშირის საომავლო განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროფესიონალური კრივის კლუბების გაძლიერებას, მწვრთნელთა და მოკრივეთა ჩართულობას საომავლო პროექტებში, ასევე ქალთა კრივის განვითარებას. მე მინდა შევეხმაროთ მეტად მნიშვნელოვანს არის ქალთა კრივის პოპულარიზაციას, ხოლმე იქნება ტრენერებთან, რომ მოვიწიოთ გოგონები და ვაინტერესოთ. მოგესალმებით პროფესიონალური ჩემ პრეზიდენტს, ჩემ მსოფლიო ჩემპიონს, დამოუკიდებლო საქართველოს კრივის შეჯიბრებები ძალიან ჩვენი ჭერს აღება თვითონაც ეს პროფესიონალური სამოყვარულო შეუწყობს და ერთმანეთის ხსით ომდება ძალიან დიდი შედეგია. მინდა მსხვილებს დააკვირდით რომ მაქსიმალურად ყურადღება მიაქციოთ ტექნიკას და ტაქტიკას. რომ აი ამდენი პიროვნება დღეს აღზარდება და ამ საქმეს ემსახურებით. შაბათებას ისურვებ და ჩვენს ვეტერანების გვერდზე დაიჭირეთ. საქართველოს პროფესიონალური კავშირი არის ფაქტურად გადასულია უკვე განვითარების ახალ ეტაპზე, უფრო დიდი მიზნებია, უფრო დიდი გამოწვევებია წინ და ეს უნდა განვითარდეს პროცესი და სულდა წინ ვიაროთ. ამ ყველაფერს აუცილებლად სჭირდება თქვენი მხარდაჭერა. გიორგის მოთხეს არის. რასაც მინდა ხაზი კიდე გავსვრო, ეს ყველაფერი თავდაპირველად ხარჯებთან დაკავშირებული. დიდი ბიზნესმენი, დიდი მოკრივე და დიდი ინიციატორი. ესეთი შოუები იგეგმება, როცა ესეთი
ყრილობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც განხილულ იქნა პროფესიონალური კრივის განვითარების მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები. თქვენ თვითონაც ნახეთ რა საკმაოდ ესეთი სოლიდური და გრანდიოზული ყრილობა იყო ევროპის კრივის კავშირის პრეზიდენტი პიტერ სტუკი ჩაერთო. ეხლა თქვენ რო წარმოდგენა გქონდეთ, აი ფეხბურთზე რო გადავატაროთ, აი UEFA-ს პრეზიდენტი რო ჩართულიყო, აი მაგდონის ორგანიზაციის პრეზიდენტი ჩაერთო, სხვათა შორის ევროპის კრივის კავშირის პრეზიდენტი პიტერ სტუკი რამდენიმე ხნის წინ იყო აქ და ძალიან მაღალი შეფასება მისცა მან საქართველოს პროფესიული კრივის კავშირის მუშაობას და აი ეს არის ძალიან აღსანიშნავი, რომ ბატონ გიორგი კანდელას არა მარტო საქართველოში, არამედ სოფლიოში უდიდესი ავტორიტეტი აქვს. უდიდესი ავტორიტეტი აქვს მას საერთაშორისო სარბიელზე ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ მის მოღვაწეობას, მის მუშაობას და სხვანაირად შეუძლებელიც არის რომ ესე იყოს, სხვანაირად იყოს, იმიტომ რომ ეს ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა კრივის აღორძინებას საქართველოში, რაც შემდეგ რაც დატოვა თავისი სპორტული მოღვაწეობა, დაანება თავი ამ კრივში და გადმოვიდა კრივის განვითარების საკითხებში და ეს აქტიურად არის ჩართული ბატონი გიორგი და როგორც გითხარით, ხა 15 მარტს იმართება საკმაოდ ესეთი გრანდიოზული ტურნირი, რომლის შესახებაც ჩვენ პრინციპში ქონდა კიდევაც აი ყოველთვის ამაზე ვაკეთებთ ხაზგასმას, აი რეკლამაც კი გადის, პრომო, რეკლამა და მინდა რომ აი კიდევ ერთხელ განახოთ აი ამ ტურნირის შესახებ ინფორმაცია და შემდგომ უკვე ჩვენ სტუმართან გავაგრძელებთ საუბარს. 15 მარტს რუსთავის სპორტის სასახლეში თანამედროვე ქართული კრივის სახე ლაშა გურულის სადებიუტო ბრძოლა პროფესიონალურ რინგზე და მსოფლიოს რეიტინგო ბრძოლებში მსოფლიო ქამრის მომავალი პრეტენდენტი ირაკლი მელიქიშვილი, გიორგი ჭიღლაძე და ლაშა კერესელიძე უცხოელ მეტოქეთა პირისპირ თქვენთვის დაუვიწყარ ბრძოლებს გამართავენ. ქართული კრივის საუკეთესო მებრძოლების დაუნდობელი ჯახი ნინა რევია, ნინო ჯანელიძე, ედგარ სარქისიანი, ბაჩო ჯინჯარაძე, ირაკლი ალანიძე, მიხეილ ხუციშვილი, ბუხუტი დადეშვილი, დავით შერვაშიძე, გივით ოდუა, ხვიჩა ფუტკარაძე, გიორგი კაპანაძე, ლუკა აკოფიანი, ვალერი გოჯიაშვილი, მაცი ფარჯოლიანი, ზურაბ ნიგურიანი, ჯონი ნემსაძე, ოთარ გოგობერიშვილი, იაგო კიზირია, გიორგი მჭედლიშვილი, თორნიკე ციკლაური, ჯანო ფარცვანია, გიორგი ხოჯელანი, ავთანდილ მდინარიძე, დამაზ იზორია, არ გამოტოვო, დაუნდობელი ორთაბრძოლების ისტორიული შოუ, უკომაგე ქართულ კრივს. დღეს ჩვენ აი ამ თემებზე გვექნება საუბარი ჩვენ სტუმართან ერთად და ჩვენი გადაცემის სტუმარია საქართველოს პროფესიული კრივის კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი ლევან ქერდიყოშვილი. მოგესალმებით ბატონ ლევან, დიდი მადლობა მობრძანებისათვის და ავიცი ყოველთვის გვიხარია რომ აი ესეთი საერთაშორისო ტურნირები ტარდება საქართველოში და პირველ რიგში მოდი დავიწყოთ საუბარი იმ ყრილობით, რომელიც ჩატარდა რამდენიმე დღის წინ და შემდგომ უკვე ტურნირზე გავაგრძელოთ საუბარი. ძალიან ისეთი გრანდიოზული ყრილობა ჩატარდა, უამრავი დამსახურებული სპორტის მოღვაწე ესწრებოდა, საერთაშორისო, როგორც აღნიშნე, სარბიელიდან იყვნენ სტუმრები, ასევე ევროპის კრივის კავშირის პრეზიდენტიც მონაწილეობდა ჩართვით და აი გითხარით რა საკითხები იყო განხილული მაყურებელს რო უთხრათ ამ ყველაფრის შესახებ. მოგესალმებით, პირველ რიგში ბატონ ნიკოლოზ და დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ თქვენი გადაცემა პოლიტიკური საკითხების გარდა საზოგადოებრივ საკითხებსაც ძალიან აქტიურად და სიღრმისეულად აშუქებს და მოგვეცით საშუალება, რომ მართლაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბროთ თქვენთან, რაც ხდება ქართულ სპორტში და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის სახით. მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ეს არის ძალიან უკვე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ორგანიზაცია. გიორგი კანდელაკის საქართველოს ძალიან გამოჩენილი მოკრივის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის გიორგი კანდელაკის მიერ დაარსებული, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ 2025 წლიდან გადავიდა უკვე, კი არ გადადის, გადავიდა უკვე განვითარების ახალ ეტაპზე. ამ განვითარების ეტაპს აქვს თავისი
რა თქმა უნდა ძალიან ისეთი უკან საფუძველი მყარი და რის შესახებაც მე მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვით, რომ თქვენთან აღნიშნეთ, თუნდაც იგივე არ იყო შემთხვევითი ამ ჩვენს საანგარიშო ყრილობაზე, რომელიც სულ ახლახანს ჩატარდა ევროპის კრივის კავშირის პრეზიდენტის პიტერ სტუკის აი ასეთი ძალიან გულწრფელი და ძალიან ისეთი მეგობრული ჩართვა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ეს ჩვენი ორგანიზაცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის მასშტაბითაც ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ყველაზე უფრო ანგარიშგასაწევ ძალად და შარშან 2024 წელს სწორედ საქართველოს პროფესიონალურმა კრივის კავშირმა უმასპინძლა ევროპის კრივის კავშირის ყოველწლიურ ასამბლეას, რომელიც არის ძალიან დიდი მასშტაბის მოვლენა და მინდა ვთქვა, რომ ეს მოხდა აბსოლუტურად დამოუკიდებლად საკუთარი ძალებით, სადაც ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან ერთად ევროპის ყველა ქვეყნის კრივის ფედერაციის პრეზიდენტები, გენერალური მდივნები იყვნენ ჩამოსული, ეს იყო დიდი საკრივო ზეიმი საქართველოში, რომელსაც საქართველოს პროფესიონალურმა კრივის კავშირმა ძალიან ღირსეულად გაართვა თავი და აი ამ ღონისძიების შემდეგ სწორედ მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ ქართული მოკრივეთა პრესტიჟი კიდევ უფრო ამაღლდა მსოფლიოს მასშტაბით, ევროპის მასშტაბით და ბუნებრივია აი ამ სულ სხვა დონეზე გადასვლამ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისამ გამოიწვია ის, რომ უკვე სულ სხვა დონეზე უნდა გადავიყვანოთ სპორტული შეჯიბრებებით საქართველოში და სწორედ აი ამ საკითხებს შეეხოს ეს ჩვენი საანგარიშო ყრილობაც, რომელიც გაიმართა სასტუმრო იოტაში. თქვენთანვე ნახეთ სიუჟეტში, რომ აქ იყვნენ როგორც მთელი საქართველოდან სხვადასხვა კრივის კლუბების ხელმძღვანელები, აქ იყვნენ მწვრთნელები, მოკრივეები, აქ იყვნენ ვეტერანი მოკრივეები, იგივე ევროპის ჩემპიონი ბატონი დავით კვაჭაძე, იყო ვლადიმერ ჭანტურია ოლიმპიური პრიზიორი და სხვა ისეთი გამორჩეული სახეები ქართულ კრივში, ვისაც სიტყვა ეთქმით, ვისაც საკუთარ თავზე უწნევიათ როგორც მოკრივეებს პირადადაც და როგორც სპორტულ ხელმძღვანელებსაც ყველა ის გაჭირვება თუ ყველა ის წარმატება, რაც ქართულ კრივს უკავშირდება. ამ ღონისძიებაზე საუბარი შეეხო უკვე აი ამ დაგეგმილ პროექტებს, რაც არის საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის მიერ დაგეგმილი 2025 წელს და მათ შორის მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ იგეგმება მსოფლიო დონის შოუები, საკრივო შოუ, ასე ეწოდება პროფესიონალურ კრივში ბატონო ნიკოლოზ, ეს არის საკრივო შოუ, სადაც მონაწილეობას დიახ და მათ შორის პირველია უკვე ეს 15 მარტის ღონისძიება, სადაც უკვე დაგეგმილია საერთაშორისო ბრძოლები უცხოელ მოკრივეთა მონაწილეობით და მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ 15 მარტი, მთელი წლის განმავლობაში. თამას ეხლა მაყურებელს რომ ეს განებივრებულია ჩვენი მაყურებელი ასეთ საერთაშორისო ყოველწლიურად ჩვენ ვატარებით მსგავს ღონისძიებებს, რა თქმა უნდა, თუმცა აი მინდა უთხრა ყველას განსხვავება რა იქნება წელს და რატომ იქნება წელს კიდევ უფრო სხვა რაღაცა. ეს იქნება სხვაობა უკვე მასშტაბებში. აქ თუ შარშან და შარშან წინ ჩვენ თითოეულ ესეთ შოუზე ვიწევდით მხოლოდ ერთ უცხოელ მოკრივეს და უცხოელ მოკრივეებთან ქართველი მოკრივეების შეჯიბრი და არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ სწორედ აი აქ იზრდებიან ქართველი მოკრივეები და მათთან მიღებული უცხოელებთან მიღებული წარმატებით ამათი რეიტინგი სოფლიოში უფრო და უფრო მაღლა იწევს. წელს უკვე დაგეგმილია, რომ ასეთი შოუები იქნება ყოველთვიური ფაქტიურად 10 შოუ უკვე დაგეგმილია, მათ შორის საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იქნება 2025 თბილისშიც 2025 წელს იქნება უმაღლესი დონის 10 საკრივო შოუ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მოკრივეები, გამორჩეული ქართველი მოკრივეები და რა თქმა უნდა თითოეულ ასეთ შოუზე ჩამოყვანილი გვეყოლება 3-4 შეიძლება 5 უცხოელი მოკრივეც, იქიდან გამომდინარე თუ რომელი ქართველი მოკრივე რა კონდიციაში იქნება, რა ეტაპზე იქნება განვითარების, რომ ქართული კრივი გადადის ფაქტიურად სხვა ეტაპზე. სულ სხვა ეტაპზე ეს იქნება უკვე მსოფლიო დონის ბრძოლები, ეს იქნება უკვე მსოფლიო დონის კრივი, სადაც ძალიან პრესტიჟული იქნება მოხვედრაც და ქართველი მოკრივეთა რეიტინგი მსოფლიო მასშტაბით გადავა სულ სხვა დონეზე და საბოლოო მიზანია, რომ სულ მალე ჩვენ ვიხილოთ პროფესიონალურ კრივის კამრების ფლობელები და აი ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად გეტყვით, თუნდაც აი ამ 15 მარტის შოუზე რა ხდება. თან აქ ასანიშნავია, რომ ეს ადამიანები, ვინც აქ მიიღებენ ეროვნული ნაკრების წევრები არიან და კიდევ უფრო მეტ გამოცდილება შეიძინეს, რაც ხშირ შემთხვევებში ზოგჯერ არ აქვს ჩვენ სპორტსმენებს და ეს იჩენს ხოლმე თავს დიდ სპორტულ შეჯიბრებებზე და მართლა სასწაულია ხა თქვენ რასაც 10 შოუ, ხო? ეხლა 10 შოუ საქართველოში საერთაშორისო მასშტაბში, ეხლა ჩვენ ეხლა წარმოგიდგენიათ აი სპორტის სახეობები
ფორმებების რო შევადაროთ, ეხლა აი მაგალითად ფეხბურთი რო აი ჩემპიონთა ლიგის თამაში რო ჩატარდა, როგორი გახარებული ვიყავით ბარსელონა, სევილია და აი კრივის იმაზე რო გადმოვიყვანოთ დაახლოებით აი ესეთივე დონის შეჯიბრებები იქნება. მადლობა მინდა უთხრა ბატონ გიორგი კანდელაკს, რომ აი ესეთი შეჯიბრებებს, ესეთ ლამაზ დღეებს შუქნის ის კრივის მოყოლობს, ამის სპორტის პოპულარიზაცია ხდება, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდაც ხდება და პლუს საქართველოს აკიაფდება მსოფლიო კრივის ორბიტაზე სხვაგვარად უკვე სხვანაირი დამოკიდებულება იქნება ჩვენი კრივის მიმართ და ქვეყნის მიმართ. სპორტი არის ის რაზშიც ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები და რაშიც არიან ქვეყნები რო ცდილობენ როგორმე თუნდაც აი მინიმალურად სადმე გამოჩდნენ, იმიტომ რომ ამაზე დიდი ქვეყნის პიარი არ არსებობს და ჩვენ ვნახეთ რომ სპორტმა საქართველოს რამხელა პიარი მოუტანა, გააერთიანა და სულ სხვას და მით უმეტეს ამის ყველანაირი პოტენციალი არის. სათავეში უდგას გიორგი კანდელაკი, რომელსაც აქვს უდიდესი კავშირები მთელ მსოფლიოში, საუკეთესო პრომოუტერებთან, საუკეთესო გუნდებთან. თქვენთანვე აღნიშნეთ ის პიტერ სტუკი, რო იყო აქ ჩამოსული, იმის მერე დღემდე იწერება ის კაცი, რომ ეს რა ვნახეთ საქართველოში რადონეზე, არა მხოლოდ ეხლა იმაზე არ არის საუბარი, რომ რადონეს სტუმარმასპინძლობა დახვდა, აქ დახვდა თვითონ ორგანიზება უმაღლესი დონის, რომლის შედეგადაც ის იწერება ყოველ წელს, რომ ეს იყო ისტორიაში საუკეთესო გენერალური ასამბლეა. ამდენი ხალხის ასეთ მაღალ დონეზე ორგანიზება მე არ მინახავ შვეიცარიელ კაცს რო ეს გაუკვირდება, წარმოიდგინე რა დონეზე გავაკეთეთ ეს ყველაფერი და ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა. თუნდაც ეხლა ეს შოუები რაც არის დაგეგმილი, რა თქმა უნდა შესაძლებელი გახდა. აი ხა მე მინდა ბატონო ლევან, აი მე სანამ ჩვენ სტუდიაში შემოვიდოდით, კითხეთ კიდევაც რატო აერჩიეთ რუსთავი მეთქი და მაყურებელსაც რო უთხრათ, რატო გაკეთდა აი აქ არჩევანი რუსთავზე რო ესეც რო უთხრათ. კი, ნამდვილად ეხლა სანამ მაგაზე მივიდოდი, სწორედ იმის თქმა მინდოდა, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა იმ უდიდესი კავშირებით, რომელიც ჩვენს ფედერაციას აქვს, მის ხელმძღვანელობას და რაც შეეხება უშუალოდ 15 მარტს რუსთავში დაგეგმილ საკრებო შოუს, ეს უმნიშვნელოვანესი შოუ დავიწყეთ რუსთავში გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ სადებიუტო ბრძოლაში თავის საკუთარ ქალაქში პროფესიონალურ რინგზე მონაწილეობას მიიღებს ლაშა გურული, ოლიმპიური პრიზიორი, რომელმაც ძალიან დიდხნიანი პაუზის მერე საქართველოს მოუტანა ბრინჯაოს მედალი ოლიმპიადაზე და ეხლა უკვე სამოყვარულო კრივიდან, ოლიმპიური კრივიდან შესაძლებლობა ექნება რომ პროფესიონალურ კრივშიც იასპარეზოს, ანუ ის რჩება ეროვნული ნაკრების წევრად, რაც თქვენ აღნიშნეთ რომ მათთვის პრაქტიკის კუთხითაც კარგია, თუმცა ამავდროულად ის იწყებს ძალიან დიდ პროფესიონალურ განის წარმომადგენელს ყოფილი, ხო? ის იწყებს უთანა დაუმარცხებელი. ესე იგი ხდება ისე და პიროვნებას, რომელიც არის დაუმარცხებელი. კი, ძალიან ლაშასთვის ეს არის დებიუტი როგორც პროფესიონალურ რინგზე. თუმცა მისი მეტოქეს უკვე 6 ბრძოლა აქვს გამართული, განელი მოკრივია, შორეული განიდან მოდის და არ ვიცი, ახლა იმას რა თქმა დაუმარცხებელი მოკრივე მოდის, რა თქმა უნდა, მხოლოდ გასამარჯვებლად, თუმცა ჩვენ ლაშა გურულის იმედი თავიდან ბოლომდე გვაქვს, ეს არის მომავალი ვარსკვლავი, თანამედროვე ქართული კრივის სახე ვუწოდებ ხოლმე მე და მართლაც ესეა ლაშა გურული და ნამდვილად მხოლოდ გამარჯვებას ველით და სწორედ ლაშადან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ რომ პირველი შოუ გაგვიკეთებინა მშობლიურ ქალაქში ვიცით რომ რუსთაველებს კრივი უყვართ სპორტი უყვართ და დარწმუნებული ვარ რომ იქნება ძალიან დიდი მხარდაჭერა ბილეთები მინდა ვთქვა სხვათა შორის რომ უმეტესობა უკვე გაიყიდა დიდი ფასი არ დაგვიდია სიმბოლური ფასი დავადეთ ტიკეტჯიზე იყიდება ბილეთები და დავდეთ თუ არა აი დიდი ნაწილი ფაქტიურად გაყიდულია რაღაც მცირე ნაწილია დარჩენილი და ამ დღეებში ესეც ამოიყიდება ასე რომ თუ ვინმე აპიგრებს და დააპირებს ესეთი მსგავსი შოუ არ არის ადვილი სანახავი და აუცილებლად შეიძლება და თან რაღაცა მე მგონი ძალიან სიმბოლური ფასია. ძალიან სიმბოლური ფასია და დამიჯერეთ აი ყველას შეუძლია ერთი შაურმის ფასიც არ არის ახალგაზრდებს მინდა ვთქვა. შესაბამისად რა თქმა უნდა ეს არ იყო გათვლა სხვა სწორედ აი სიმბოლური ფასი იმიტომ დაედო რომ მაყურებლისთვის ყოფილიყო მაქსიმალურად ჩართულიყო. კი ბატონო ესეც აი გაკეთდა საქართველოს პროფესიული კრივის კავშირის მიერ რომ ის ხარჯები და ის დანახარჯი რაც არის ამ ტურნირის მოწყობაზე ეს მთლიანად აიღო თავის თავზე პროფესიული კრივის კავშირმა და აჩუქა საქართველოს აი ეს დიდი დღესასწაული რომელიც გაიმართება რუსთავში და მე იმედი მაქვს რომ აი ესეთივე დღესასწაული ჩატარდება აი თქვენ ხო თქვით რომ ესე იგი ლაშა გურულმა იმიტომ გადაწდა რუსთავში ჩატარება იმიტომ რომ ლაშა გურულმა მოიგო ჩვენ კარგად ვიცით ძალიან წარმატებლად კი მართალია
ოლიმპიადა არ მოუგია, მაგრამ ბრინჯაო იგივე მოგება იყო. დიდხნიანი პაუზის შემდგომ ვლადიმერ ჭანტურიას მერე ეს იგივე პირველი იგივე ოქრო იყო ჩვენთვის და თუ ქვეყნები ახსენეთ, ეხლა ისეთი კრივის აი ჩვენზე გაცილებით მაღლამდგომი ქვეყნები, მაგალითად ყაზახეთი, მაგალითად იგივე სხვადასხვა ისეთი ლათინური ქვეყნები მედლის გარეშე დარჩა, ხო? და ჩვენ ავიღეთ ბრინჯაო და მე იმედი მაქვს, რომ ასეთივე ბრძოლა, ეხლა გორი არ არის მაგითი რაღაცა დანაკლისში, იმიტომ რომ გორში ხშირად იმართება ბატონი გიორგი კანდელაკის სახელობის ტურნირი, ასევე ბატონი ალთანდრე შოშიაშვილი ძალიან მაგარი მწვრთნელი, ძალიან მაგარი პიროვნება და ასევე ჩვენ გვყავს ტალანტები აი ამ კუთხიდან, გორიდან, ვარიანიდან, ჩემი მეგობრის ვაჟი ლაშა კერესელიძე იასპარეზებს, მისი მეტოქე იქნება ინდოელი მოკრივე, რომელიც ასევე არის ერთ-ერთი უძლიერესი ბატონი და აი ლაშას ნახოთ ერთი აი როგორ ემზადება ლაშა კერესელიძე აი ამ კრივის ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა არის ლაშა და ფაქტობრივად ამომავალი ვარსკვლავი არის ჩვენთვის, ჩვენი კრივისთვის ძალიან ისე გულმოდგინეთ ემზადება და მე როგორც უსთაველებს, თქო ვარიანელებს, გორელებს რომ გულშემატკივრონ ლაშას, დარწმუნებული ვარ რომ ის წარმატებით დაასრულებს თავის შერკინებას ამ ინდოელ მოკრივესთან, ისიც დაუმარცხელია, ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგე ყავს და აი ჩვენ მოგდის ტალანტები, აი ლაშასნაირი, ლაშა კერესელიძის გავსად, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოდის. ძალიან ბევრი და აი ორიოდე სიტყვი თუ შეიძლება ვიტყვი აი ამ შოუზეც, ლაშა კერესელიძეზე ვიტყვი პირველ რიგში რომ არის მართლაც ამომავალი ვარსკვლავი, ლაშა კერესელიძისთვისაც ეს არის პირველი ბრძოლა პროფესიონალურ რინგზე, პირდაპირ უცხოელ მეტოქესთან, ეს არ არის მარტივი საქმე, მინდა იცოდეს ყველამ, რა თქმა უნდა, ურთულესი ბრძოლა იქნება, მაგრამ ერთი წამით ეჭვი არ მეპარება, ლაშა კერესელიძე ისეთი მოკრივია და ისეთი შრომის მოყვარე ბიჭია, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის დიდი კარიერის მხოლოდ დასაწყისი და წარმატებით იასპარეზებს. ლაშას გარდა ბატონ ნიკოლოზ მინდა თქვენს მაყურებელს მივაწოდო ინფორმაცია, რომ ამ შოუზე ასევე იბრძოლებს ირაკლი მელიქიშვილი, რომელიც არის უკვე პროფესიონალური კრივის ვარსკვლავი საქართველოში. ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული მოკრივია ირაკლი მელიქიშვილი და ეს ბრძოლა 8 რაუნდიანი ბრძოლა იქნება, სამხრეთ აფრიკელი მეტოქე ყავს ირაკლი მელიქიშვილს. აი სხვათაშორის ირაკლის ბრძოლას ვადევნებ თვალყურს ეხა ჩართოთ ერთი. აი ირაკლი მელიქიშვილი არის აი ეხა ირაკლის ბრძოლა არის ეს. კი, სწორედ აი ეს არის სპეციალურად შევარჩინე. შარშან ჩამოყვანილი იყო, ჩამოსული იყო ირაკლის მეტოქე, თურქი მეტოქე, სწორედ აი ეგ ბრძოლა აქ რაც ახლა ეკრანზე გადის და ირაკლი იგებს ისეთ ძლიერ მეტო მანამდე ყავდა ესპანელი ომი როდრიგესი და ახლა აი ამ 8 რაუნდიან ბრძოლაში, რომელიც ეყოლება სადაც ეყოლება ირაკლი მელიქიშვილს სამხრეთ აფრიკელი მეტოქე, ამ ბრძოლასაც დარწმუნებული ვარ მოიგებს და შემდეგი უკვე იქნება ირაკლი მელიქიშვილის ბრძოლა მსოფლიო ქამარზე. მსოფლიო ქამარ უკვე რეიტინგი იმდონეზე აქვს ირაკლი მელიქიშვილს, რომ შემდეგი ბრძოლა მსოფლიო ქამარზე უნდა გამართოს და ეს მსოფლიო ქამრის ბრძოლაც გაიმართება საქართველოში. ანუ მაგის თქმა მინდა რომ ეს 15 მარტის შოუ, სადაც ახლა იბრძოლებენ ეს მოკრივეები, არის მხოლოდ დასაწყისი. წელსვე ირაკლი მელიქიშვილი რომელიმე მსოფლიო ქამარზე იბრძოლებს თან საქართველოში. მსგავსი დონის შოუ ბოლოს ჩატარდა გიორგი კანდელაკი რო იყო ის რა ქვია მსოფლიო ჩემპიონი სპორტ სასახლე რო გააავსო. იმის მერე მსგავსი დონის საკრივო შოუები აღარ ჩატარებულა საქართველოში და სწორედ აი ახლა შესაძლებელია რომ უფრო და უფრო წინ წავიდეთ და უფრო და უფრო აი ესეთი წარმატებული მოკრივეები წარმოვაჩინოთ და ამაში რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ახალგაზრდა დარწმუნებული ვარ აი ესეთი შეჯიბრებების მერე შემოვა კრივის სპორტულ სექციებში და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ისეთი იმდენი მოთხოვნაა ბატონ ნიკოლოზ ისეთი მოთხოვნაა რომ იქ თითოეულ დარბაზში აი მწვრთნელებთან სულ გვაქვს ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გამომდინარე იქიდან ყველამ დაინახა მოთხოვნა არის უდიდესი ბავშვები მოყავთ მით უმეტეს თანამედროვე ეპოქაში კრივი ისეთი სპორტია პიროვნულადაც ზრდის, ფიზიკურადაც ზრდის, მენტალურადაც ზრდის და აი ამ ეპოქაში როცა უკვე ახალგაზრდობასაც ბევრი რაღაც საცდური აქვს, გარდა ამისა იქ რაღაც ამ გაჯეტებმა და მობილურებმა და ასე შემდეგ რაღაცა გადაიყვანა სხვა რეჟიმში, ეს ახალგაზრდობა არის უმნიშვნელოვანესი, რომ დაკავდნენ და რითი თუ არა სპორტის აი ასეთი ვაჟკაცური სახეობით, სადაც დისციპლინას სწავლობენ, ურთიერთპატივისცემას სწავლობენ
და არ ვიცი ახლა ჩემი მხრიდან შეიძლება ისე ჩანდეს, მაგრამ საუკეთესო სპორტია ვარჯიშისთვისაც, განვითარებისთვის და შეიძლება ახლა დიდი ჩემპიონი ყველა ვერ გამოდის, მაგრამ რა თქმა უნდა არიან ჩამოყალიბებულ პიროვნებებად იზრდებიან, თავდაჯერებულ პიროვნებებად იზრდებიან, რომლებიც ხვალდაზე გამოადგებიან ჩვენ სამშობლოს, გამოადგებიან საქართველოს სახელს გაიტანენ საზღვარგარეთ და ეს არის სოციალური პროექტიც. აი კრივი ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არ არის მხოლოდ ის რომ რაღაცა ჩვენ შოუ გავაკეთებთ, მივედით, გაერთო მაყურებელი წავედა. ეს კრივი არის სოციალური მოვლენა ყველგან, სადაც ადამიანებს ეძლევათ საშუალება საკუთარი თავის რეალიზებით, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავზე შრომით და მუშაობით მიაღწიონ წარმატებას, მთელ მსოფლიოში გავიდნენ, თავის ქვეყანას გაუთქვან სახელი, თვითონ იყვნენ წარმატებული პიროვნებები და გარდა ამისა ქვეყანაში ინვესტიციებიც კი შემოიტანა. აი ამ დონეზე არის შესაძლებელი კრივიდან, რომელიც მე ვიცი რომ უკვე ძალიან ბევრი ფირმა დაინტერესდა სერიოზული და რაღაც ინტერესებიც იკვეთება. კი, მინდა ვთქვა რომ მადლობის მეტი რა გვეთქმის, არის ძალიან ბევრი დაინტერესება, მათ შორის სახელმწიფოსგან საკმაოდ დიდი მხარდაჭერა წამოვიდა, რისთვისაც მადლობლები ვართ, რა თქმა უნდა, და არ შეიძლება არ აღინიშნოს. დასაფასებელია ეს ყველაფერი სახელმწიფოს მხარდაჭერა და გარდა ამისა ჩვენ უკვე ფაქტიურად აი ძალიან დაინტერესება არის უკვე სპონსორებისგან, რომ ჩაიდოს თანხები უკვე აი მოკრივეებში და უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ გადავწყვეტ ახლა ჩვენც სპონსორთან შესაბამისი მოლაპარაკებები დაგვჭირდება, გადავწყვეტ ვისთან ვითანამშრომლებთ, როგორ ვითანამშრომლებთ, ამაზე მიდის უკვე ძალიან აქტიურად საუბრები, იმიტომ რომ ესეთი დონის შოუა კრივი, რომ აი სხვა სპორტ სახეობებს არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ აქ არის სანახაობა, აქ არის ასე ვთქვათ, მუდმივად დაძაბული ხარ და ფეხბურთს რო უყურებ, შეიძლება ზოგჯერ ჩაგეძინოს ეთამაში და აქ ეხლა ისეთია რომ ვერ ერთი წამი ვერ გაჭერდები იმენ. და სხვათა შორის აი მინდა აღვნიშნო რომ თან ისეთი ბიჭები გვყავს, რატომღაც აი ასე იყო საქართველოში ცოტა გულშემატკივრობის სხვანაირი კულტურა გვაქვს და ისე იყო რომ ბიჭები გვყავს, ჩადიან საფრანგეთში, ჩადიან ევროპაში, იქ ცნობენ, მეკითხები და აქ არ იცნობენ, თავის უბანში არ იცნობენ ისინი და თვითონაც ბიჭები ახლა ბევრი ცოტა ისეთი თავმდაბალი პიროვნებაა ის და სულ არ იციან რომ მოკრივია და არა და შეუძლიათ რომ ძალიან დიდ დონეზე მიაღწიონ და მაყურებლის ჩართულობა და მხარდაჭერაც აქედან მოდის რომ აი ერთი უკვე რო წამოვიდა რო გამოჩნდნენ ეს ბიჭები უკვე აი ხო გითხარით ახლა ბილეთები ჩაშვებული არ ქონდა და დიდი ნაწილი ეგრევე უკვე გაიყიდა. შესაბამისად, უკვე მაყურებელიც ინტერესდება და ამ ბიჭებისგან კიდე მე დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ვარსკვლავები გამოითლებიან, ასე ვთქვათ, ხვალდაზე და ამიტომ აი კომაგებს და მაყურებლებს ყოველთვის ვეუბნებ, მოდით ნახეთ და ერთხელ რო ნახავ იმ შოუს, ვინც ერთხელ ნახავს, გამორიცხულია იმას, რომ მეორეჯერაც მოვა აუცილებლად, იმიტომ რომ იქ დიდი ემოციებია, დიდი ის არის, რაც მაყურებელს უყვარს და სანახაობაა, რაც და დიდი შოუა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს უფრო მეტად მოიქოქება და მე მინდა კიდე ერთხელ აი მადლობა უთხრა ერისკაცი არის ნამდვილი ჩვენი გიორგი კანდელაკი, რომ აი ესეთი სიხარულს აჭუქებს ის ჩვენს აი ამ ბედყრულ ქვეყანას, იმიტომ რომ საქართველოში სამწუხაროდ აი ბოლო პერიოდში არ გვაქვს ჩვენ აი ესეთი ტურნირები, აი ესეთი რაღაც საერთაშორისო მასშტაბის რაღაც შეჯიბრებები და ეხა როდესაც ამდენ უცხოელს ნახავთ აქ ასეთ ლამაზად გაფორმებულ შეჯიბრს ნახავთ დარწმუნებული ვარ რომ აი ბევრ ახალგაზრდას გამოვგლიჯავთ ჩვენ იმ სენს რომელიც არის ჩვენთან შემოსული აი ეს ლუდომანია ეს რაღაცა ბოდიში და უკეთურობისკენ მიდრეკილებები ერთხელ მახსოვს ბატონ გიორგის კითხეს რომ მშობელი მოვიდაო და აიო ჩემი შვილიო თუ გახდებაო ევროპის ჩემპიონი ჩვენო ყველაფერს გავაკეთებთ მაგრამ პირველ რიგში ჯამთელი იქნება და იქნება ისეთ ჩამოყალიბებული პიროვნება, იმიტომ რომ ვინც კი აი ამ სპორტის სახეობაში შედის და ფეხს შედგამს, ის უკვე კაცი არის, ვაჟკაცი არის, პატრიოტი არის, მამული შვილია და თან აი ჯამთელი და ჯანსაღსხეულში, ჯანთელსხეულში, ჯანთელისულიო და აი ეს არის უკვე რა. ისეთი ვაჟკაცი ბიჭები არიან, აი შეხედეთ, თუნდაც რინგზე მოქცევა, თუნდაც იქ ისეთი წესიერი, რაც ქართველს შეეფერება ზუსტად ახლა სოფლიო კრივში ჩვენ ხედავთ ხოლმე ბევრ რაღაცა, აი განსხვავებები კიდე რა არის ჩვენში, რომ სოფლიო კრივში იქ შოუს გულისთვის ბევრი რაღაცა იდგმება და ხო, რის ცდილობენ იქ რომ ის გამოიჩინონ თავი. ჩვენ ქართველებს გვაქვს ეს ნიშა, რომ ყველგან ჩვენი ვაჟკაცობით, ჩვენი თავმდაბლობით, ჩვენი წესიერებით არ გვინდა რომ ის რა ქვია პოპულარობა მოიპოვონ ამ ბიჭებმა, თვითონაც არ ცდილობენ რაღაცა გვერდითი ეფექტები. ამათ უნდა თავიანთი საქმე, თავიანთზე რინგზე გასულით
თავიანთი შესრულებული სამუშაოთი მოიპოვა პოპულარულობა და ამაში ჭირდება მაყურებლის მხარდაჭერა, კომაგის მხარდაჭერა, კომაგმა უნდა დააფასოს ახლა ბოდიში და თქვენთანაც იცით რომ რაღაცა ორი უწმაწური სიტყვა რო თქვა და ატვირთო TikTok-ზე 1000 კაცი ნახავს ეგრევე და ის წესიერი ვაჟკაცი კაცი რო არაფერს არ ამბობს და რინგზე ადის და იქ თავის საქმეს აკეთებს, იმასაც ჭირდება სათანადო მხარდაჭერა, თუმცა არც სიტყვა პასუხი ეშლებათ და არც არაფერი არ ეშლებათ, რაც წესიერია, ისეთი მაგარი ბიჭები ყავს მაგის თქვა. მე ხა აი გორში რო ჩატარდა გიორგი კანდელაკის სახელობის ტურნირი, იქ ვნახე რამდენიმე ახალგაზრდა გავიცანი და აი მართლა უნიკალური ბიჭები ყავს, აი მოკრივეები, აი თქვენც ისეთი თავდაბლები არიან, ისეთი აი მორიდებულები და აი რაღაც აი ნაღდათ აი უპატრიოტნესი ახალგაზრდები არიან და თან ყველანი არიან ქვეყნის მოყვარულები, პატრიოტები და მე არ ვიცი, მე იმედი მაქვს, რომ აი დიდ შეჯიბრებებში ხა ბატონი გიორგი ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონია ბატონი გიორგი კანდელაკი, ხო ესე? საქართველოს ისტორიაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი და სულ მაგას ამბობს რომ და მე მინდა რომ ეს ბატონი გიორგის გავსად უკვე სხვების გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები ევროპის, სოფლიოს და ოლიმპიადაზეც გაგვახარონ, იმიტომ რომ აი ეს ეხა ჩვენი ეროვნული იდენტობა, ხო, აი ამიდან იმაშვება, ეხა ეს გურულმა რომ მოიგო იქ ბრინჯაო რო აიყო, ყველანი გახარებული ყავთ. რამდენი წელი რაც იყო რომ არ აგვიღებთ? 24 წელი. 2000 წელს რომ ვლადიმერ ჭანტურია მოიგო ბრინჯაოს медаლი, იმის მერე ხო, აი და იმედი მაქვს რომ მსოფლიო ჩემპიონი გიორგი კანდელაკი რო გახდა 1997 წელს, იმის მერე სამწუხაროა რომ დღემდე ვერ გახდა. სხვა ანუ ეს ურთულესი ის არის, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს სწორედ რომ აი ეს ახალი თაობა. აი ძირითადად ეს კუბელები არიან დომინირებენ, ხო მაგ? ეგ ნუ და ყაზახები კიდე. ყაზახები, კუბელები, უზბეკებმა ეხლა ოლიმპიადაზე საერთოდ ფურორი მოახდინეს. გოგომ რომ მოიგო იმასთან, უზბეკმა იმას მოუგო იაპონელს. უზბეკმაც მოუგო და ის გააკეთა 5 ოქროს медаლი აიღეს მოკრივეებმა. და ბევრი ქვეყანა ეხლა არიან იქ, მაგრამ ნუ პროფესიონალურ კრივში კიდევ სხვადასხვა ხალებიც წამოვიდნენ, ეხლა ჩვენ ნახეთ ახალგაზრდა გოგოებიც არიან დაინტერესებული, ხო? ანუ ამ კრივით. კი, ანუ თუ რახან შევეხეთ ქალთა კრივით სიტყვი, ორიოდე სიტყვით, ქალთა კრივი ცოტა ჩვენ საზოგადოებაში აღიქმებოდა რაღაც ცოტა სხვანაირად, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ძალიან დაინტერესება აქვს ქალბატონებშიც, მათ შორის საორჩო დარბაზებში ძალიან ბევრი არიან, როგორც მამაკაცისთვის, ისევე ქალისთვის ეს ვარჯიში ძალიან კარგია. ეს არ არის დამოკიდებული და ზოგს გონია, რომ იქ ცხვირპირი დაემტრევა და ის რაღაცა არავითარი ესეთი არ არის. და ყავს უკვე პროფესიონალი მოკრივეები, მათ შორის ქალბატონები, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ პირიქით გამოაჩინონ თავისი თავი, ვისაც სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, ის თავისი წონის და თავისი ზომის და შესაბამის მეტოქეს ხვდება, აქ არ არის კრივი არ არის ძალადობა. ყველა ვინც დიდი მოკრივეა მაგას ამბობს. ეს არის როგორც ჭადრაკის თამაში, როგორც ხელოვნება. აი ასე აღიქვამენ სერიოზული მოკრივეები კრივს და გაუთვითცნობიერებელ მაყურებელს ზოგს გონია, რომ ეს კრივი ეს არის რაღაცა ძალადობა და სისხლი მარტო. ეს სხვა სპორტის სახეობებია. პროფესიონალური კრივი ცოტა სხვა რამეა და თუნდაც სამოყვარულო კრივი სხვა რამეა და აქ მთავარი არის გონების განვითარება აუცილებელია, ინტელექტის განვითარება აუცილებელია და სწორედ აი ესეთ განვითარება. ბატონ ლევანს მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ასევე იმისათვის, რომ აი ბატონმა გიორგი კანდელაკმა შექმნა ჩვენი აი ეს პლატფორმა, ეს ტელეკომპანია სეზონი, რა თქმა უნდა ჩვენ გვეძლევა საშუალება აქ ჩვენი სიტყვა ვთქვათ პოლიტიკაზე, საზოგადოებრივ რაღაც კულტურულ ცხოვრებაზე, მაგრამ დიდი დრო, ყველაზე დიდი დრო ამ ტელევიზიაში ეთმობა კრივს და ბატონ ლევანს მიყავს გადაცემები, სადაც წარმოგვიდგენს ჩვენს მოკრივეებს, ასევე კრივის ისტორიას, ასევე მნიშვნელოვან მოვლენებს და ერთადერთი ტელევიზია არის საქართველოს ტელეკომპანია სეზონი, რომელიც ამდენ დროს უთმობს კრივს და ესეც ბატონი გიორგი კანდელაკის დამსახურებაა, რომ აი ამითიც უნდა განვითარდეს, იმიტომ რომ ახალგაზრდები ხედავენ თავიანთ კუმირებს, არსებობს კრივის სამყარო, შესანიშნავი Facebook გვერდი და ლევანი უძღვება ამ ყველაფერს. მადლობა ბატონო ლევან და ძალიან ისეთი კარგი საქმეა ეს, რომ აი ესეც პოპულარ ყველაფერი ხელს უყობს, ტურნირები, მედია, მოგრედ აი ყველაფერს აკეთებს ბატონი გიორგი კანდელაკი, რომ რაღაც შეიძლება მეტი გამარჯვებული, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, იმიტომ რომ მედიის და აი ამ პროპაგანდის და აი ამ ელექტრონული გარკვეული ციფრული მედია მაუწყებლობის გარეშეც შეუძლებელია, რომ ეს განვითარდეს. რა თქმა უნდა, მით უმეტეს ახლა პროფესიონალურ კრივზე რო საუბრობთ, ეს არის როგორც
სახელიც ესე ქვია, შოუები ქვია, ანუ ეს არის სანახაობა, რომელსაც ჭირდება გავრცელება, რომელზეც ჭირდება საუბარი და მინდა ვთქვა, რომ აი თქვენ სწორად აღნიშნეთ ბატონ გიორგის შესახებ, რომ არა გიორგი კანდელაკის ეს ძალიან დიდი ავტორიტეტი, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. წარმოიდგინეთ ერთი პროფესიონალური კრივის კავშირი, რომელიც გასულ წლებში საერთოდ არცაიდან არ ფინანსდებოდა, მხოლოდ საკუთარი მონდომები ჩვენ ხელმძღვანელობა აკეთებდა იმდენს, რომ მოიტანეს დღემდე და მოიტანეს უკვე ისე, რომ გადავედით განვითარების იმ ეტაპზე, რომ უკვე სახელმწიფოც ჩაერთო, უკვე ქალაქები ჩაერთენ, უკვე სპონსორები დაინტერესდა და ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, ბატონ გიორგის დამსახურება, იმიტომ რომ მისმა ავტორიტეტმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ მოგვცა ამ ყველაფრის საშუალება, თორემ ეს არის ურთულესი აი ამ ყველაფრის ორგანიზება, არავის ეგონოს, რომ ეს რაღაცა მარტივად დადგები და ამხელა შოუებს ესე დააორგანიზებ. ელემენტარული იმ დონის სპორტსმენებთან გექნება ურთიერთობა და ჩამოიყვან და იმ დონის ბიზნესმენებთან გექნება ურთიერთობა და ასე შემდეგ და ჩვენ ვართ უკვე სხვა დონეზე და თქვენთან აი სულ თავიდან რაზეც დავიწყეთ საუბარი იქ მწვრთნელებთან რო იყო შეხვედრა და საანგარიშო ყრილობაზე სწორედ ბოლოს თუ მიაქციეთ ყურადღება ის კადრი იმ კადრით დამთავრდა რომ სადაც ბატონ გიორგი იძახის რომ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს აქვს ამბიცია რომ სულ მალე იყოს სპორტულ ფედერაციებში პირველ ადგილზე და ამის ყველა რესურსია, ყველა შესაძლებლობა აქვს, მონდომებულები ვართ, ვიცი რომ გულშემატკივარით გვერდით დაგვიდგება, ჩვენც დღე-და-ღამე ვმუშაობთ, ფაქტიურად აი არც კი არ ვიძინებთ და ვიღვიძებთ, მხოლოდ მაგაზე ფიქრით, რომ რაღაცა შევმატოთ, რაღაცა გავაკეთოთ და ყველა ერთმანეთის გვერდში დგომით დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდ შედეგებზე გავალთ საბოლოო ჯამში. მართალი ბრძანდები და თქვენ თავდაბლობა ახსენეთ და ის რომ ამ სპორტის სახეობის ის ადამიანებიც ამ სპორტის სახეობას მისდევ გამოირჩევენ ამით და ბატონი გიორგის ასეთია თქვენ თუ გინახიათ როდესმე ბატონ გიორგის ეთქვას რომ ის ესე უანგაროდ აფინანსებს ამ კრივის კავშირს რომ უანგაროდ ესე თვითონ ესეთი დარბაზი შექმნა შესანიშნავი ვარიანი და ბავშვები უფასოდ სწავლობენ იქ და ასევე დიდი დახმარება ეწევა ერთხელ ვერ მოვიყვანე აქ სტუდიაში რომ ელაპარაკა ამზე იმიტომ რომ არ უყვარს იმ კეთილ და კარგ საქმეებზე ლაპარაკი და სხვები უფრო ლაპარაკობენ ამის შესახებ და მართლა დიდი ერისკაცი ყავს ჩვენ და გავთხილება ჭირდება ასეთ ხალხს და გულისკენა უნდა მოვაცილოთ ასეთ ადამიანებს იმიტომ რომ მართლა სასწაულს აკეთებს და მე ვისურვებდი რომ ყველა სპორტის სახეობაში ასეთი გიორგი კანდელაკები ყავდეს ჩვენ იმიტომ რომ თუ აი ასე თან წარმატებული ბიზნესმენია ერთიც და ესეც აღსანიშნავია და შესანიშნავი პიროვნება და პატრიოტი და თან ყოველთვის სწორ პოზიციაზე დგას ქვეყანას რომ უჭირს ესეც გასათვალისწინებელია და ყოველთვის სამშობლოს და ქვეყნის გვერდით დგას და აი მე ერთი რამე მაინტერესებს ბატონო აი დასასრულისკენ წავიდეთ ბატონო ლევან და აი ეხა ეს ტურნირები რომლებიც აი ეხა იმართება ხო ჩვენ გვაძლევს თუ არა იმის საშუალებას რომ შემდგომში აი იმ საერთაშორისო სარბიელზე აი ხა ჩვენ მაგალითად ძალიან დიდ წარმატებებს ვივახციეთ ამერიკაში UFC-ს აი იქ რო იმართება ეხა ბევრს ის აქვს განცდა რომ აი ჩვენი მოკრივეები იქ დიდ ტურნირებზე გამოჩნდნენ და აი დიდი წარმატებები აი რამდენად მალე მოხდება ის რომ ჩვენ აი იმ დიდ საერთაშორისო ტურნირებზე გვეყოლება წარმატებული ადამიანები როგორც აი მაგალითად დვალიშვილი არის ხა ის სხვა სახეობა რო არ აგვერიოს ერთმანეთი და კიდე ის უამრავი კიდე ისეთი ადამიანია იქ რომელიც აი ესეთი წარმატებული სპორტსმენები როდის გამოჩნდებიან აი სწორედ მაგას მინდა შევეხო ანუ ეს საქართველოში რაც სტარდება ახლა შეიძლება ბევრმა არ იცოდეს ეს ტურნირები არ არის რაღაცა ცოტა სხვა განსხვავებული სისტემა და არ არის რაღაც შიდა ჩემპიონატი ან რაღაც ესეთი ეს არის საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლები რომელთა შედეგებიც შედის ოფიციალურ მსოფლიო რეიტინგში რომლის მიხედვითაც ქართველი მოკრივეების რეიტინგი იწევს და თუ გინდა რომ მოხვდე ისეთ ორგანიზაციებში როგორც არის სოფლიოს უდიდესი ორგანიზაციები საკრივო ორგანიზაციები სადაც გამოდიან დღეს და რომელთა სახელითაც იბრძვიან იგივე ალექსანდრ უსიკი ყველაზე დღეს ისეთი პოპულარული ტაისონ ფიური და ენტონი ჯოშუა და ეს საულ ალვარესი და ფლოიდ მეიუეზერი და მენი პაკიაო ის ცნობადი სახელები დღევანდელობის სწორედ საფუძველი ეყრება აი აქ ანუ ჩვენი ქართველი მოკრივეების აქ ჩატარებული ბრძოლის შედეგები უკვე შედის მსოფლიო რეიტინგში შესაბამისად მათ ეძლევათ საშუალება როცა განვითარდებიან იმ დონეზე რომ მივიდნენ და მიაღწიონ და იბრძოლონ და გავიდნენ და იქაც დადონ ეს საკუთარი სახელი და მათ შორის ერთ-ერთი პირველი აი როგორც მე წეღან აღვნიშნე
იქნება უკვე ირაკლი მელიქიშვილი, რომელიც არის უკვე იმ დონეზე, მისი რეიტინგი უკვე შეესაბამება იმ დონეს, რომ უახლოეს პერიოდში ერთ-ერთ იქ სხვადასხვა ორგანიზაციებია და ერთ-ერთ კამარზე არა თუ იქ ჩავა თვითონ ის კამარი და ორგანიზაცია ჩამოვა აქ და ესეც ჩვენ მოვინდომენ და ჩვენო ფედერაცია, იმიტომ რომ საქართველოში გავხადოთ პოპულარული ეს ყველაფერი. პირველ რიგში აქ იბრძოლებს ირაკლი მელიქიშვილი, სულ მალე უკვე მე კამრის დაცვა მოუწევს, მე ახალ კამრებს და დარწმუნებული ვარ, რომ გასვლებიც ბევრი ექნება და გარდა ამისა, აი ახლა ლაშა გურული იწყებს, ლაშა კერესელიძე ვახსენეთ, ხვებიც არაერთი ძალიან მაგარი ბიჭები გყავს და ველოდებით ძალიან დიდ შედეგებს და ძალიან დიდ მოკრივეებს. მოკლედ, მე დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონო ლევან ქერდიყოშვილი, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა, რომ ამ ხელა საქმეებს ვაკეთებთ ქვეყნისათვის. მოკლედ 15 მარტს შევახსენებ მაყურებელს, რომელსაც იწყება ბრძოლები დაიწყება რუსთავის სპორტის სასახლეში 15 საათიდან, თუმცა მთავარი ბრძოლები, ანუ ეს იქნება დიდი ტურნირი, იმ დღესვე მორჩება 15 მარტს დაიწყება 15 საათზე ქართველ მოკრივეთა სარეიტინგო დაპირისპირებები და უკვე იქნება 19 საათიდან აი უცხოელების წინააღმდეგ მთავარი ბრძოლები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, გიორგი ჭიღლაძე კიდე ერთი არ გამოგჩეს და მოკლედ ველით ქართული კრივის ყველა წარმატებები ჩვენ სპორტსმენებს 15 მარტს და ყველას გირჩევთ რომ იბრძანდეთ რუსთავის სპორტის სასახლეში ჩვენი მოკრივეების მხარდასაჭერად. დიდი მადლობა ბატონ ლევან სტუმრობისათვის და მე იმედს გამოვთქვა ჩემო მეგობრებო რომ ჩვენ მართლაც გვეყოლება კიდევ უფრო მეტი ჩემპიონი, კიდევ უფრო მეტი წარმატებული სპორტსმენი, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე და რა თქმა უნდა, შეიძლება ზოგი ჩემპიონი არ გახდეს და ამ სპორტის სახეობაში რაც უფრო მეტი ახალგაზრდა მოვა, მით უფრო მეტი რამ გაკეთდება იმისათვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა დაინერგოს ჩვენს ქვეყანაში.